ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმარია ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი. ბატონ ბას, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ ბას, თქვენ აირექსის პროგრამის პრეზენტაციაზე თქვით რომ იშვიათია რომ ქართველმა ჟურნალისტებმა თქვენაირ ადამიანს დაუსვას რთული კითხვები. საქართველოში ყოფნის დროს მართლაც არასდროს დაუსვავს ქართულ ჟურნალისტებს თქვენთვის რთული კითხვები? Well, one of the reasons, first of all, it's great to be back here. მიხარი მოხარული ვარ რომ კვლავ მყოფებით თქვენ სტუდიაში. დიდი მადლობა რომ დამყარეთ. One of the reasons I'm glad to be back is because one of the few places I've gotten good questions in Georgia is on your show. ერთ-ერთი ადგილი სადაც კარგი კითხვებს მithქვამენ, ეს თქვენი გადაცემა არის და ველი რომ კარგი კითხვები მექნება დღეს. შევეცდები რთული კითხვები დაგისვათ. თქვენ უკვე რამდენჯერმე გააკეთეთ არა ორაზროვანი განცხადება ქართულ მედიაზე. თქვით რომ პრობლემას ხედავთ იმაში რომ ერთ არხზე იშვიათად ისმის განსხვავებული აზრი, რომ არ არსებობს საგამოძიებო ჟურნალისტიკა საქართველოში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სფეროებს გამოიძიებდა. მინდა პირდაპირ კითხოთ, თქვენი ინფორმაციით არის თუ არა ეს იმის ბრალი, რომ ხელისუფლება აკონტროლებს ნაციონალურ ტელევიზიებს? Well, that's an excellent question. ეს შესანიშნავი კითხვაა. And I think it's a question we're all waiting ეს to ისეთი see the კითხვა არის, answer to. რომელსაც პასუხსაც ჩვენ ყველანი ველოდებით. You've identified, I think, one of the biggest challenges to media გამოწვევა მედიასთან დაკავშირებით საქართველოში არ არის ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ეს არის მიმდინარე ბუნდოვნება თუ ვინ არის ფლობელი მედია გამოცემები საქართველოში და ასევე ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რეპორტაჟებზე სატელევიზიო გადაცემების ახალი ამბების შესახებ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რა ამბები უნდა გაშუქდეს რა ამბები არ უნდა გაშუქდეს ეს ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რაც მნიშვნელოვანია ვიხილოთ is additional transparency on ეს დამატებითი გამჭვირვალობა მედია მფლობელებთან დაკავშირებით. The draft law that's in parliament obviously კანონ პროექტი რომელიც პარლამენტშია იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი თუ იგი მიღებული იქნა. Encouraged to hear some senior folks indicating that they are ოფიციალური პირებისგან რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მზადარენ დაიწყონ ფართო საუბრები სხვა რეფორმებზე რომლებიც შემოთავაზებულია თქვენი ზოგიერთი კოლეგის მიერ. ორივე ეს კომპონენტი ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ისათვის რომ გაგრძელდეს მედიის და ჟურნალისტიკის განვითარება საქართველოში რაც შექმნის საზოგადოების ნდობას რეალურად ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ეს არის არსებითი კომპონენტი საზოგადოების განწყობისა რომ იცოდნენ თუ რა ხდება თავის ქვეყანაში რომ მათი მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული იცოდნენ თუ როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა იმ პრობლემებს რომელიც საზოგადოებამ წარუდგინა და მოისმინონ განსხვავებული ხედვა იმ არჩევანის შესახებ, რომელიც წინაშე დგას საქართველოს და მის მომავალთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ვიხილავთ პროგრესს ამ წელს. ანუ მანამ სანამ არ ვიცით ვინ არიან მფლობელები. არსებობს ლეგიტიმური ეჭვი და ეს ეჭვი თქვენც გაქვთ, რომ ხელისუფლება შესაძლოა აკონტროლებდეს ყველაზე გავლენიან ტელევიზიებს. Well, I've certainly heard those accusations. I think once we have more transparency, we've got better about media ownership, we'll be in a better position to evaluate that information. I would hope that when we get some of those details, that the people of Georgia, in looking at that, if it looks like people who either are in government or closely affiliated with government are controlling or exerting an undue level of influence over programming on the major broadcast networks, that would be a serious topic for discussion, and there would be a real concerted effort to try to address that going forward. იქნება ხარმონიული მცდელობა იმისათვის რომ გამკლავდნენ ამ პრობლემას. მედიის საკითხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი იმისათვის რომ შეიქმნას პოლიტიკური გარემო არჩევნების წინ რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს კონკურენტული თითოეულ პარტიას რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა ქონდეს შესაძლებლობა რომ წარუდგინოს მოსახლეობას თავისი შეხედულებები და მიიღოს ხარდაჭერა ამ არჩევნებისგან. მესმის ისეთი ადამიანები
ადამიანებისგან რომ მაგალითად ახალი ამბების პროგრამის დირექტორი პირველი არხის უარს ამბობს მაგალითად შეხვდეს სამეთვალყურო საბჭოს წევრებს გარკვეულწილად ეს არის თუ როგორ ფორმირდება მაგალითად ახალი ამბების პოლიტიკა საქართველოში მე მინდა მაინც უფრო ჩავეძიოთ ფლობელობის პრობლემას. იმ შემთხვევაში თუ გვეცოდინება მაგალითად რომ რომელიმე კერძო გავლენიან ტელეკომპანიას ფლობს ბიზნესმენი N X-ი არ აქვს მნიშვნელობა. რა ინფორმაციას ანუ ამით რა გარანტიები გვაქვს ჩვენ რომ უფრო დამოუკიდებელი იქნება ეს ტელევიზია. ანუ რა ინფორმაციას გვაძლევს კიდევ დამატებით ეს ინფორმაცია? Well, I think transparency of ownership is ფლობელობის გამჭვირვალობა ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ვინაიდან ეს აძლევს საშუალებას ადამიანებს ობიექტურად გაანალიზონ ის ინფორმაცია, რომელსაც უყურებენ. ერთ-ერთი რაც გვაქვს შეერთებულ შტატებში არის federal agency ეს არის ფედერალური სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა იხილოს ვინ ფლობს მედია კომპანიებს და ამ შესაძლებლობას გააპროტესტოს იმ შემთხვევაში თუ ეს კომპანიები არ ღვევენ სტანდარტებს, რაც როგორც ამბობენ ხშირად ხდება. We don't by very strict terms regulate content. There are certain things that are outside the bounds, but otherwise, if you have a broadcast license, you're allowed to put on that channel what you think is appropriate. And I think one of the things that I find very curious about the media market is that licensing by the Communications Commission საკომუნიკაციო მარეგულირებლის მიერ დაფუძნებულია კონტენტზე ეს ჩემი აზრით როგორ მუშაობს მედიას რეგულირება დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ რაც შეეხება თქვენ კონკრეტულ კითხვას. If it turns out თუ that გაირკვევა რომ who is very closely ვინც affiliated არის მჭიდროდ დაკავშირებული მთავრობასთან არის ერთ-ერთი წამყვანი სატელევიზიის ფლობელი ეს არ არის სავალდებულო რომ მაინდა-მაინც მოხდეს ის რომ ეს ადამიანი დისკვალიფიცირებული იყოს ფლობელობისგან ეს მისცემს შესაძლებლობას საზოგადოებას რომ თქვას იცით უყურებ ინფორმაციას ამ არხზე და მე ვიცი რომ ეს ამ არხის მეპატრონე რომელიც სავარაუდოდ იღებს გადაწყვეტილებას სარედაქციო პოლიტიკის შინაარსთან დაკავშირებთან ასლის ინსტრუქციას რედაქტორს გარკვეული ორიენტაცია აქვს და სურს აი ეს ხედვა მომაწოდოს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ამ ფორმით მე პირადად მივიღებ გადაწყვეტილებას იმ შინაარსთან დაკავშირებით რომელსაც უყურებ სადგურზე გასაგებია თავისუფლება არის ერთ-ერთი აღიარებული პრობლემა მედიის საქართველოში თავისუფლების პრობლემა მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრი მაგალითი როდესაც ტელევიზიები მაგალითად გვაქვს რამდენიმე ტელევიზია რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია ხელისუფლების კონტროლისგან მაგრამ ვერ ვიტყოდით რომ ისინი არიან აბსოლუტურად დაბალანსებული ობიექტური მაღალპროფესიული რომ მათ აქვთ მაღალპროფესიული საგამოძიებო თქო პროგრამები თქვენი აზრით რა ამ ტელეკომპანიებს ხელს ან რა უშლით თქვათ იგივე პრესას ხელს იყოს უფრო მაღალპროფესიული უფრო კონსტრუქციულად კრიტიკული ხელისუფლების მიმართ რომელიც ასევე არის აბსოლუტურად თავისუფალი მას არავინ იტყვის რომ საქართველოში ვერავინ იტყვის რომ საქართველოში პრესას აკონტროლებს ხელისუფლება ბეჭდურ მედიას Well, if I understood your question correctly, you're interested in you're asking if media is media freedom really an issue if there is already a diversity of views in them. ჩემი კითხვა არის ის რომ მედიის თავისუფლება არის ერთი პრობლემა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, რადგან ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია საშუალებები, რომლებიც არ გამოირჩევიან დაბალანსებულობით, ობიექტურობით, რომ მათ აქვთ სერიოზული პროფესიონალური პრობლემები და რომ არ არსებობს რეალური საგამოძიებო პროგრამები ან სტატიები ამ თავისუფალ მედიაში, რომელიც კონსტრუქციულად გააკრიტიკებდა ხელისუფლებას და ძალიან ბევრ პრობლემას გაუსვავდა ხალხს პროფესიონალურად. Okay. კარგით. I think there are two issues in terms of quality of content. რაც შეეხება შინაარსის ხარისხს, რომ პასუხობ თქვენ კითხვას.
I think the incentive structure for good quality investigative journalism is out of balance. First off, there are no incentives at this point in time, and there are a number of disincentives for journalists to pursue quality investigation. Because of that lack of transparency about media ownership, because of the decisions news directors are making about გამჭრალობის ნაკლებობა მაგალითად რა აჩვენონ რა არ აჩვენონ there isn't a real incentive for a good journalist to go out and put a lot of სტიმული ჟურნალისტისთვის რომ გავიდეს გარეთ დაუთმოს თავისი ენერგია დრო რომელსაც შემდეგ არ აჩვენებენ არ არის სტიმული ამისთვის მეორე democracy is still very much საქართველოში დემოკრატია სამუშაო პროცესია there are people in this society ამ საზოგადოებაში ამ თავრობაში თელ საქართველოში რომლებიც არ გრძნობენ თავს კომფორტულად საზოგადოებასთან ანგარიშვალდებლობის თვალსაზრისით და არც იყვნენ გამჭვირვალე თავის ქმედებებში თავის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იქნება დინამიური დაძაბულობა გარკვეული სირთულე მთავრობასა და მედიას შორის მაგრამ უნდა იყოს ხარისხი პატივისცემისა მედიის მიმართ რომელიც არ მიმაჩნია რომ არის თითოეული ადამიანის გულში თუ თავში რომ იმ ადამიანის თავში რომელსაც ხელი უკავია გარკვეული ძალა უხდება ამ ქვეყანაში ამიტომაც ეს ცენტრია ბალანსის დარღვევები დამატებითი გამჭვირვალობით მფლობელებთან დაკავშირებით hopefully some energy being put into some quality investigation რომელიც ჩაიდება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში იმის შესაძლებლობით რომ შემდეგ გავა ეს რეპორტაჟი ეს ცალკე საკითხია ვინაიდან ეს მედიის ეკონომიკას უკავშირდება საქართველოში ეს მოდელი ამ მოდელს ექნება გავლენა საზოგადოებაზე და იქნება ჩაითვლება მნიშვნელოვან ნაწილად და შემდეგ რეკლამას მოიზიდავს over time. და რასაკვირველია ეს დისბალანსი გამოსწორდება დროთა განმავლობაში. თუმცა არის სტიმული ის რომ არის არხები და არის ბეჭდური მედია სადაც საგამოძიებო მასალები დაიბეჭდება ამ პროგრამები გავა. მეთანხმებით თუ არა ამაში რომ არის საქართველოში თავისუფალი სივრცე სადაც ჟურნალისტებს შეუძლიათ ან გამოაქვეყნონ თავისი საგამოძიებო თქვათ რეპორტაჟი ან გაუშვან გადაცემა საგამოძიებო გადაცემა. არის თუ არა ასეთი სივრცე? Telecompanía Caucasia Maestro, სხვადასხვა გაზეთები. Well, I think that there are some people working hard to არიან ადამიანები რომლებიც ბევრს მუშაობენ რომლებიც ცდილობენ რომ იმუშაონ ამ რთული ჟურნალისტიკის სფეროში ატარებენ გამოძიებას რაც საზოგადოებას აინტერესებს. გამოწვევები, რომელიც ყოველთვის არ არის ისე რომ მაგალითად ავიღოთ პროტესტი ღმერთთა მოედანზე. როდესაც დასაწყისში ერთ-ერთი სადაც ხდებოდა ამის გაშუქება იყო ფილებში ვიტყოდი ოპოზიციური არხები რუსთავი და იმედი შემდეგ შეუერთდა ამ ჯგუფს. არ ვამბობ იმას რომ ის ოპოზიციური ტელევიზიები იყო ნაწილები ოპოზიციის ეს იყო ძალიან ემოციური გამოსვლა იყო მრავალი მიზეზი იმისა რომ პოტენციალი კონფლიქტისა იყო იმ სიტუაციაში Ideally, you would have seen more coverage across the spectrum of broadcasters earlier on. And that would have led to a conversation and a set of stories about რომლებიც გამოიწვევდა საუბარს the activities of these protesters are they appropriate for this პროტესტის მომწყობების საქმიანობა ეს არის ლეგიტიმური ეფუძნება ეს ლეგიტიმური მიზეზს რომ მას პროტესტი მოაწყო ეს შეუწყობდა ხელს საზოგადოებაში მსჯელობას როგორი არის ვეტერანების მდგომარეობა იღებენ თუ არა სათანადო ხარდაჭერას ზოგიერთმა არხმა გამოცემამ შეიძლება ჩათვალოს რომ მეტი ეკუთვნით ზოგმა შეიძლება ჩათვალოს რომ არა მაგრამ სიმდიდრე ამ საუბრისა საზოგადოებაში არ შედგა იმაჩნია რომ ეს ევოლუცია განვითარება ამ ამბისა
რომელსაც თქვენ შეგვიძლიათ იღულოთ საერთაშორისო მაუწყებლების ინფორმაციებში, მაგალითად ეგვიპტის გაშუქება იქნება საშინაო თუ საერთაშორისო ამბები ის გაშუქება, რომელსაც იღებს რაიმე მოვლენა მას შემდეგ, რაც მოხდა, ეს არის გამოძიება, რეალური გაანალიზება თუ რა მოხდა. მე მგონი საქართველო ამისგან მხოლოდ ისარგებლებდა თუ მედია საშუალებებში მოხდებოდა ასეთი საკითხების გაშუქება. ბატონბას, ჩემი წინა კითხვების იდეაც ეს იყო და რომ საქართველოში ჟურნალისტიკას თავისუფლებასთან ერთად პრობლემები აქვს პროფესიონალიზმთან, კვალიფიკაციასთან. ის პროგრამა, აირექსის დიდი პროგრამა, როგორ ფიქრობთ, რამდენად დაეხმარება ქართულ ჟურნალისტებს, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია, მათი კომპეტენცია უფრო ღრმა იყოს, რომ მათ შეძლოთ უფრო კომპეტენტურად დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას და ისინი ამ კომპეტენციიდან გამომდინარე ხელისუფლება უფრო ანგარიშვალდებული გახადოს. დაეხმარება თუ არა აირექსის პროგრამა ქართულ ჟურნალისტებს ამ მიმართულებით? Well, we believe this program is going to offer a number of tools გარკვეული ინსტრუმენტების შესაძლებლობები გაცვლისათვის, professional exchanges and პროფესიული გაცვლებისათვის, პროფესიული განვითარებისთვის. პირველი, ეს დაეხმარება იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე საქმიანობენ ქვეყანაში. მეორე, სხვა პროგრამებთან ერთობაში ეს ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების სფეროს განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს გაღრმავებას და გამდიდრებას. The study of journalism, ჟურნალისტიკის შესწავლის, professional development of students who want to become პროფესიულ განვითარებას იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს ჟურნალისტიკის საკითხები შეისწავლოს. And I think one of the things that I see as I travel around Georgia is often a distinction between some of the reporters I deal with here in Tbilisi affiliated with national broadcasters ჟურნალისტებს შორის, რომლებიც თბილისში არიან და დაკავშირებულები არიან, მუშაობენ ეროვნულ მაუწყებლებზე და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მუშაობენ რეგიონალურ მაუწყებლებზე. Some of the regional reporters seem to be able to stay with their outlets for a longer period of time. დიდი ხანი იმუშავონ თავის მედია გამოცემაში, უფრო ვითარებენ გარკვეულ გრძნობას თავის იმ გარემოს მიმართ, ადამიანებთან ურთიერთობებს იკანონ და უფრო ეფექტურები არიან თავის საქმეში. That is going to influence ერთ-ერთი რაც მოახდენს ნეგატიურ გავლენას ჟურნალისტიკაში საქართველოში. ეს არის ეკონომიკა, ეკონომიკური საკითხები მედიასთან დაკავშირებით. ეს არის გამოწვევა პრობლემა მთელ მსოფლიოში. ხედავთ გრძელვადი ამ პრობლემებს, აი ისეთ ჩამოყალიბებულ სტრუქტურებთან, როგორც არის New York Times-თან, ეკონომისტთან, რომლებიც ცვლიან თავის ფორმატს ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით, ან მოსახლეობისათვის მიწოდებასთან დაკავშირებით და არის თუ არა ხალხი მზად გადაიხადოს ამ ინფორმაციაში ფული. ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ყურადღება ახალ მედიაზე. სამაუწყებლო კომპანიები ახალი ამბების პროგრამებს როგორც შეუძლია განავითარონ თავისი გადაცემები, რომ გაზარდონ მრავალფეროვნება მიწვდომის თვალსაზრისით და იმისათვის, რომ მოიპოვონ ახალი ბაზარი და ახალი აუდიტორია მოიპოვონ. ბატონბას, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, იქნება შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ კრიტიკულად ხართ განწყობილი საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მიმართ. 10 ბალიანი სისტემით, რამდენი ქულით შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს? Well, I don't think it's constructive to be on a scale like that. შევაფასოთ ასეთი შკალით. If I sound critical, it's because გეჩვენებათ რომ მე კრიტიკული ვარ, იმიტომ ხდება რომ მე და ბევრი ჩემი მეგობარი კოლეგა აქაც და კოლეგები აქაც და ვაშინგტონში, ევროპაში ჩვენ ჯერა დემოკრატიის ექსპერიმენტში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში. მიგვაჩნია რომ ეს ჩვენს ინტერესებშია და ასევე ქართული ხალხის ინტერესებშია მისი წარმატება. ხშირად ხდება გარდამავალი პერიოდის საზოგადოებებში გარკვეულ ეტაპზე არის პოტენციალი რომ გავიდეს ენერგია ამ რეფორმებისგან, როდესაც ხდება დაღლა მოსახლეობისათვის, რომ ვერ მოხდა იმდენი რამის მიღწევა, როგორც მათ სურდა, ან არ წავიდა ისეთი მიმართულებით, როგორც ხალხს სურდა. პოტენციურად ჩვენ ვიხილავთ ამას ჩრდილოეთ აფრიკაში. ეს ამას ხედავდი ერაყში მუშაობისას. ზოგჯერ, როდესაც
როდესაც ეს ხდება, არის ტენდენცია ზოგიერთი ადამიანისთვის იცით უკვე დიდი გზა გამლეთ. შედარებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს. უფრო მეტი პროგრესი მივაღწიეთ. იქნება ეს ჩვენ მეზობელი undertaken the difficult საზოგადოება ჩვენ სამეზობლოში რომელსაც არ გაუვლია ეს რეფორმების გზა. როდესაც თავაზობთ ჩვენს გულახდილ შეხედულებებს ჩვენ ამას ვაკეთებთ იმ სულისკვეთებით რომ გსურს დაგეხმაროთ და გვინდა რომ ის ხმები საზოგადოებაში რომლებიც კვლავ ვერ ახერხებენ თავის გამოხატვას შეიძლება იყოს გარკვეულწილად პრობლემა საქართველოში doing our best is მაქსიმუმი გავაკეთოთ როგორც სტუმრებმა რომ ხელი შეუწყოთ სტიმულირება მოვახდინოთ საუბარს Georgia's future direction. ამ საზოგადოებაში საქართველოს მომავალთან დაკავშირებით რაც არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისათვის თუ ამ საზოგადოებას სურს რომ მომავლისკენ იაროს ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა უნდა თანხმდებოდეს ყველაფერთან დაკავშირებით მუშაობთ ბევრს ჩვენ საზოგადოებაში ჩვენი დემოკრატიის დახვეწაზე და ჯერ კვლავ ძალიან შორს არის იდეალისგან რა თქმა უნდა დემოკრატია არის პროცესი მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავსვათ კითხვას საქართველოს შემთხვევაში რამდენად სწრაფად მიდის ეს პროცესი in Georgia I think what you're seeing is the challenge of transitioning გარდამავალი ეტაპზე მყოფი კულტურის თვალსაზრისით საქართველოს ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია ვარდების რევოლუციის შემდეგ შედარებით ეს მარტივი იყო ეს იყო ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბება ახალი ჩარჩო კანონმდებლობის შექმნა ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება ინსტიტუტებს შორის დიდი მიღწევა არის ქვედა დონეზე კორუფციის და ბრძოლის თვალსაზრისით რაც ჩვეულებრივ ადამიანებს უწარებდა ცხოვრებდა ან გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ამჟამად იმყოფებით საკმაოდ გამოწვევით ახსავსებ პროცესში. როდესაც ადამიანებს უნდა მივახმაროთ რომ ჩამოყალიბონ თავისი გარემო ადამიანებთან ურთიერთობა ამომრჩეველსა და მთავრობას შორის. იმ ადამიანებს შორის ვინც ამომრჩეველმა ერჩია. People in villages and towns ადამიანები ვინც ცხოვრობს სოფლებში, ქალაქებში, მთელ საქართველოში ისინი ანალიზებენ რომ მათ უნდა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა რომ იფიქრონ იმ პრობლემებზე რომელიც მათი თემების წინაშე დგას თავისი გადაწყვეტილებები შესთავაზონ და არ უნდა ელოდნენ იმ გადაწყვეტილებას რომელიც მოვა თბილისიდან ან გამგებლის მიერ იქნება შემოთავაზებული მათ შეუძლიათ თავისი გადაწყვეტილებების მიცემა და დიალოგში შესვლა იქნება პოზიტიური ტენდენციები და განსაკუთრებით ვხედავ იმ თაობაში ქართველებისა რომლებიც გაიზარდნენ ამ ახალ საზოგადოებაში 1990-იანი წლების შემდეგ რომლებიც არ არიან დამძიმებული იმ ისტორიული მემკვიდრეობით არ უცხოვრია ტოტალიტარულ საზოგადოებაში და მე ვხედავ ბევრი მათგანი იღებს ამ ახალ მიდგომას უფრო ბუნებრივად იღებს ამას და ბოლო კითხვა სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება რა თქმა უნდა ამ პროცესში როგორც თქვენ აღნიშნეთ ყველა მოთამაშეს აქვს მნიშვნელოვანი როლი ამ შემთხვევაში რას იტყვით ქართულ ოპოზიციურ პარტიებზე ჩვენ ვერ ვხედავთ სრულყოფილ პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში ოპოზიცია აქტიურდება დაახლოებით წელიწადში ერთხელ ისიც როდესაც გამოდის ქუჩაში სხვა დროს საკმაოდ არააქტიურია თუ არ ჩავთვლით ოპოზიციის მცირე ნაწილს თქვენი აზრით რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ ოპოზიციურ პარტიებს Well, I think I'll tie this back to your last question to your previous guest, because we haven't really talked about Egypt and Tunisia tonight. It is always, we believe,
when people have a choice between participating in civic life or not participating, it is always better to talk and put your views out there. And if Georgia is going to break the cycle of change here, in which changing government occurs from the street rather than from the ballot box, that is going to require a broad spectrum of opinion and a broad spectrum of perspectives being able to compete in a landscape where they are not abstractly deciding on what the main problems are. They're concluding what the problems are based on what they're hearing from the electorate. And they're thinking about how they would address those problems in a way that's different from folks in power today, in an effort to attract enough of the electorate to get elected and then go forward and try a different course on some particular issues. Now, I think we see some real important developments along those ways across a portion of the opposition. There are a number of opposition parties right now that are engaged in negotiations for reforms of the electoral code. I think it's a really important, constructive, positive process that's underway, and one that is essential to conclude in a reasonable time frame so that everyone knows far enough in advance what the rules of the game are, what the competitive rules are for next year's there's another portion of the opposition that is chosen not to participate. It's impossible to change anything in this country unless you change its leadership extra-constitutionally. That is something for the Georgian people to decide. But my position, my feeling is that we've seen quite a bit of progress in Georgia over the last few years. And the type of progress that justifies people investing their energy in established processes, participating in civic life, and trying to affect change by changing the minds or attracting the support of voters. And that is a very hard process. It requires building a party organization across the country. It requires actually talking to a lot of voters in a lot of different places to figure out what the common interests and problems are. And it requires finding candidates who can communicate with the voters and then make that pitch on a more national level. But I hope as we go along, we're going to see more and more of the opposition choosing to participate. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ამბასადორ. Thank you very much for being with us. Thank you very much. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირაში ხვდებით. კარგად გრძანდებოდეთ.